მანამდე კი მაყურებელს უნდა ვუთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის ადგილი კვლავ მოგეხსენებათ, რომ დონალდ და მელანია ტრამპებმა დაიკავეს. მის მიცემის დროს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მელანია მოექცა, რომელსაც დიორის შავი თეთრი კოპლებით გაფორმებული კაბა ეცოდა, როგორც ყოველთვის ამჯერადაც ნამდვილად ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თეთრ სახლს ტრამპები უხელმძღვანელებენ. გადავწყვეტეთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს მაყურებელს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47 პრეზიდენტისა და პირველი ლედის შესახებ საინტერესო ფაქტები მოვუყვეთ. ცოტამ თუ იცის არჩილ, რომ ყოფილი მოდელი და ბიზნესმენი ერთმანეთს ნიუ-იორკში მოდების ჩვენებაზე შეხვედრიან და როგორც ეჭვებდი ხო, ესე შეხვდნენ აი ამ სივრცეში ერთმანეთს და როგორც მოგვიანებით მელანია ტრამპმა გაიხსენა, იმ დროს დონალდის შესახებ ბევრი არაფერი არ ცოდნია. ასე ამბობს თავად. უცხოური მედიის ცნობით, ტრამპს მელანია პირველი დანახმისთანავე ძალიან მოეწონა და ტელეფონის ნომერიც უთხოვია, რაზეც უარი მიიღო. მელანიამ გადაწყვიტა, რომ დონალდისთვის ტელეფონის ნომერი თავად გამოერთმია და სურვილის გაჩენის შემთხვევაში მისთვის დაერეკა კიდეც. ბევრი რამის გაგება შეიძლება მამაკაცზე იმის მიხედვით, თუ რა ნომერს გაძლევს ის. მანვე თავისი ყველა ნომერი დამიტოვა, ამბობს მელანია ტრამპი და წყვილმა უკვე 2005 წელს მოგეხსენებათ, რომ იქორწინა კიდეც. აი ეს ხდება პირველივე მცდელობაზე, მას ნომერი არ მიუცია და პირიქით თავად მოითხოვა და შემდეგ უკვე ამ ურთიერთობამაც მოითხოვთან ერთი კი არა, ყველა ნომერი. ყველა კი. მოკლედ, ქორწილში გეტყვით, რომ მელანიას დიორის თეთრი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა ჯონ გალიანომ მისთვის სპეციალურად შეკერა. აღსანიშნავია, რომ კაბა 20 კილოგრამზე მეტს იწონიდა და მისი ღირებულება $100,000 შეადგენდა. რაც შეეხება გვეჭედს, ის 12 კარატიანი ბრილიანტით იყო გაწყობილი და ქორწილის დღეს მელანიამ ტანისამოსი ორჯერ გამოიცვალა თურმე და მეორე დიზაინერ ვერა ვონგის შედარებით მოკრძალებული კაბაც მოირგო. ცერემონიას ჰილარი და ბილ კლინტონები, არნოლდ შვარცნეგერი, ჰეიდი კლუმი ასევე და სხვა ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მელანიასა და დონალდ ტრამპს ერთი საერთო შვილი, ბერონ ტრამპი ყავთ. ბერონი დონალდისთვის არის მეხუთე, ხოლო მელანიასთვის პირველი შვილი. ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მელანიამ შვილი ძიძის დახმარების გარეშე აღზარდა და როგორც აშშ-ს პირველი ლედი ამბობს, მშობლებმა შვილებზე თავად უნდა იზრუნონო და შესაბამისად, ასე ვთქვათ, სადავეები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სწორედ მან აიღო. კი ბატონო, და ზოგადად კი თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა მელანიასთვის მარტივი არ ყოფილა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი სლოვენიაში გაიზარდა. ის 1970 წელს დაიბადა, როდესაც სლოვენია ჯერ კიდევ იუგოსლავიის ნაწილი იყო და აღსანიშნავია, რომ მელანია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი პირველი ლედია, რომელიც საბჭოთა სივრცეში დაიბადა. მოდელობა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად სარეკლამო ვიდეო რგოლებში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი კარიერის ასაწყობად იტალიაში გადავიდა. მელანია არაერთხელ გამოჩნდა ისეთ ცნობილი ჟურნალის გარეკანებზე, როგორებიცაა Vogue, Harper's-ი, Bazaar-ი და Vanity Fair-ი. სამოდელო კარიერის პარალელურად მელანია არქიტექტურითა და დიზაინით იყო გატაცებული. აღსანიშნავია, რომ ტრამპის კუთვნილებაში არსებული საცხოვრებლების, სასტუმროებისა და ოფისების უმრავლესობის ინტერიერის დეკორატორი სწორედ მელანია. მელანია წარმატებული ბიზნეს ლედიცაა. 2010 წელს მან საამკაულების საკუთარი ბრენდი შექმნა. ამჟამად ის ზვირადღირებული საათებისა და სამკაულების რამდენიმე მაღაზიას ფლობს, ასევე ხელმძღვანელობს კომპანიებს, რომლებიც კანისმოვლის საშუალებებს აწარმოებენ. აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და ზოგადად ცოტამ თუ იცის, რომ მელანია ტრამპი პოლიგლოტია. ის 5 ენაზე საუბრობს, მათ შორის ფრანგული, იტალიური, ინგლისური, გერმანული და სლოვენიური. საერთაშორისო მედიის ცნობით, მელანიას არ მოსწონს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. მელანიასა და დონალდ ტრამპის ურთიერთობას მსოფლიო მედია აქტიურად განიხილავს, ყოველთვის ასე იყო და არის. 2021 წელს ბრიტანულმა გამოცემამ სახელწოდებით Mirror გავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცოლ-ქმარს თეთრ სახლში ყოფნის დროს ცალ-ცალკე ეძინა. წერდნენ იმასაც, რომ მელანია ტრამპთან განქორწინებას გეგმავდა, თუმცა ეს ინფორმაცია რეალური არ აღმოჩნდა. მელანია ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ მეუღლის გვერდით იმყოფებოდა. როგორც ტრამპები ამბობენ, ამერიკის ისტორიაში მალე ოქროს ხანა დაიწყება.